ოპა, რამდენი ხანია დათარსულები რა მირეაქტები. იმდენი ხანია არ გამოსულა ახალი სერიები. მოკლედ დიდი დრო გავიდა. მოგესალმებით. მე ვარ ცნუბი, თქვენი ყოფებით არხზე უნუბი რეაქტი, ჩემი რეაქციების არხი არის. დათარსულებს უყურებ ხოლმე და გამოვიდა ახალი სერია. კომენტარები გადაივსო ყველგან, რომ უყურეო, ხო და ვნახოთ. მეხუთე სეზონი დაიწყო, პირველი ეპიზოდი. არ მახსოვს საერთოდ რა ხდებოდა. აი, საერთოდ არ მახსოვს რა ხდებოდა და იმედი მაქვს გამახსენებს შემოქმედი. ლინკი აღწერაში არის, აუცილებლად პირდაპირ ლაიქით ვიწყებთ. აუცილებლად და წავიდა. კოპირაიტია? გონი კოპირაიტია. დავე, ადექი დუგანზი ხარ და დავიდევი ხელი. ჩამოაბა, ჩამოერთი აბა. ბძინავს აქ ხალხს, ყეში ხარ. რა გინდა მამა ჩემთან, შუშის მაგიდა ხო იყიდა? ჯერ ერთი ეგ მაგიდა კი არა, ჟირაფია და მე მეორე შენი ბულტი ყიდა. და სკოლაში არ მიდიხარ? თუ მაგ ხელა თავი იმისთვის გაგრო, სუცარიელი იყოს. სკოლაში. არა, მინდოდა წასვლა, უბრალოდ დრო არ მქონდა, აი, ძალიან დაკავებული ვიყავი. სამყაროს და მასთან ერთად ჩენი გადაჩენით, შეწარა გუაგაცო. მარა არა, დილით უნდა გაგაღვიძონ, კრედიტი არ მოგცენ საგმირო საქმეებზე, ძილში გაგინონ. მე მჯერა. ხო, შენ და ის რიჟა რომ დამადექით ადრე და მომავლიდან ვარ ბაბუო, რომ ეძახდი გონია დამავიწყდა? ბაბო? ვიცი, რომ წარსულში შენს წაიწუწე და მეც ამის გამო ვარ ცოცხალი. რაც იმას ნიშნავს, რომ ვიღაცა მაგრად გიბოზა. ზუსტად ეგრე იყო. არავის მისცე უფლება გადაგიარონ. მამა შენის ბანძი გვარი კი გაქვს, მაგრამ ვენებში ჩემი და ჩემი წინაპრების გუფთა ტოლმაძეების სისხლი კიჩქებს. თავი არავის დააჩაგვრი. ვა, რევას, რავი, საღოლ, ერთადერთი ხარ ვისაც ჩემი სჯერა. მე ბიჭო, შენ ძრეული კაცი ვარ, დებილი კი არა. სია. მაინც მკვდარი უფრო მომწონს. გამოიტყუო, აიფი. დევი ბიჭო ადე. ეო, ამან არ დამინახავს თორე. ტელეფონსაც რო არ პასუხობს, ეთყობა ზინა. ხდება საერთოდ, რა შეიცვალა ეგეთ. ძრო ხარანაირად ყავთ. ხო არ ყავდათ არასდროს. სახლიც უკეთესია. არ ესმის კაცო, რა მოვიფიქრო? ბატონმა ემაილმა იქნებ დევი ქვემოთ ჩამოვიდესო. ისი აქ ბალახი არის? რა ხდება კაცო, რამ გადაგრია? 1 2 და 3 ტუზი დაგვეცა პირდაპირ, მაგარ ბიზნესში უნდათ ჩვენი ჩართვა. რა ბიზნესი კაცო? ახალი რეკლამა? ეგ ფული ჩვენ შვილებს აქვს, ჩვენ კი არა. დღეს პაჭო მითხრა, მახვარ გინდა 100 ლარი მოგცეო. მეთქი არა. და აბა 500-ო, ეგ მამა ძაღნიეკ. ჩვენ რაღაცა თუ არ ვქერით, ოჯახის უფროსის სტატუსაც წაგვართ მემენ მალე. ბრძენსაც დავურეკე უკვე და მივხედოთ საქმეს სამო. კაი, ხო. დაიცავა. ახალი სპონსორი და? ბიჭო რა მოგივე და გვეჩქარება მეთქი. წამოდი და მანქანაში გამოიხეხე ეკბილები. მანქანაში რანაირად? რა ვიცი კაცო, ქალები თუ ახერხებენ მანქანაში მაკიაჟის გაკეთება, შენ კბილები ვერ უნდა გამოიხეხო. ხო, რავი, ელემენტარულია. კაი, ხო. დამაძინეთ ბიჭო. დილის 6 საათია. უკაცრავად, ჩემი დაკვირვებით მივხვდი, ადამიანებს კითხვებს რომ გიწელავენ არ მოგწონთ. ამიტომ პირდაპირ და გადაჭრით გკითხავთ. აქ ბალახი არის თუ არა? სახლში ძრო ხარ ატოა. აჰა. იყვავები იყვნენ, ახლა ძროხები წავიდა? და გათამი. რავი ბიჭებო, ყველანი მადლობელები ვართ რა. ესვათ გეჭამოთ, ერთმანეთი არ დაგეჭამოთ. გაიხარე. კარგი, უკვე ძალიან გაიწელა. კვირის ბოლოს ანტონ კუძუწელიას შოუში ვართ, მიწვეულები ხო გახსოვთ ისე? კი. მოდი გადაცემაში პოლიკაც წავიყვანოთ რა და ვუთხრათ ყველა სიმართლე. რამდენი ხანი უნდა გავწელოთ თან? აზრი არ აქვს, მეგონა ცოტა ჭყუას ისწავლის, ხვებს უფრო დააფასებს ხო, მაგრამ პოლიკა რა. ეგ ბოდიშის მომხდელი მაინც არა. გეუბნებოდი მე, რა ბოდიში საერთოდ მაგრად მიკვის აქამდე რო ყველაფერი ჰაერში არაწია. სადაა ისე ამდენი ხანი? აგვიანებს. აბა ბავშვებო, დაიკავეთ თქვენი ადგილები და შევუდგეთ სწავლას. წავიდე. ამოიღეთ რეულები და წყნაური იყოს. ალბათ ყველას გაინტერესებთ რა ხდება ჩემსა და შამანის ცოლს შორის. კი. მერთა, ეს ვინ თქვა? მე.
მაშინ პირდაპირ გაკვეთილზე გადავიდეთ. ბატონმა გიუშამ, რომელიც შამანის ცოლის ახლო მეგობარია და მეტი არაფერი, შექმნა ეს დანადგარი. გადააწოდეთ, წყავრი იყოს. ხო და ახლა ჩვენ ვნახავთ თუ როგორ მუშაობს ის და განვიხილავთ თუ რა კავშირი აქვს ამ ადამიანს შამანის ცოლთან. აი აქ არის. ვაიმე. ქალბატონებო და ბატონებო, მე პოლიკა ვარ, ჯანტლეგიაშვილი. ევრისთვის უცნობი ფაქტია, რომ მე სამყარო გადავარჩინე და ერთმა პარტახმა ადამიანმა კრედიტი წამართვა. ამიტომ ბაჭო კაკაჩია, იწვევს საბრძოლველად MMA-ში. გალიაში შემოდი შეპარტახო და მე ვიცი. რა? პოლიკა არ გინდა ისე და მოკიდე პირი და დათანხმდი ბრძოლას. არ მინდა ამ სისულელის გამო გეჩხუბო პოლიკ. ისედაც ვაპირებდი რომ თავს არიდებს თო ეშინია. ბიჭო, ისეთი თემა ყველა შენ გიყურებს. კარგი, თანახმავარ. ბიჭაში გავარკვიოთ ყველაფერი. ჯერ კაცი უნდა იყო. ეგ შენ თავს უთხარი. ფრეშტოლში იმენა 0 ხარ. რა წერია? იყო სადმე ბოლოში? მიკროფონებზე გონი რაღაცა მინიშნება იყო სიტყვით. ნიუტონ, სად მივდივართ აბა? ჩაჭირე გას და სვანეთისკენ წადი ძმა. სვანეთისკენ? რა ხდება სვანეთში? რა ხდება ძმაო და იქ ერთი ცხოველი ყავთ. გუბაზი. ანუ კაცია რომელიც ცხოველივეთაა თუ არა უბრალოდ მისტიური ცხოველია. და რატომღაც გუბაზი დაარქვეს. კი, მსმენია მაგ ცხოველზე. თქვი მე? რა სასტავი ის მაგალაში. სუნს თუ ირიცხნობენ ლურჯ მაიკიანს დავაბრალებ. და ეს გუბაზი რაში გჭირდება ზუსტად? ჭორები დადის რომ გუბაზმა სამყაროს ყველა საიდუმლო იცის. მილიონებს გადაიხდიან მაგაში. უბრალოდ მისი სვანეთიდან წამოყვანა ჯერ ვერავინ შეძლო. კი, სვანები აუღებელი ხალხია. ძალით ვერაფერს წაართმევ. აუ ისე სვანებზე მაგარი ანეკდოტე სიმონ, მოკლედ სვანი ჩადის კახეთში რა და იქ შაირია სწავლეს. მოკლედ კახელი ეუბნება, აქეთ პიცარი, იქით პიცარი, ისე მოკანი ვეღარ მიცანიო. და სვანს მაგრად გაეცინება სიმონ, ეს რა მაგარი რაღაცა მასწავლეო. ხო და წავა სვანეთში, ეგრევე ერთი სული აქვს ახლა. ეს შაირი ვინმე იქაურს მოუხვეს. მიადგება მაიზერას კოშკს და ეძახის, მაიზერ გამოიხედეო. გამოიხედა მაიზერმა, მაგრამ ამას საერთოდ დაავიწყდა ის შაირი როგორ იყო, ვერაფრით ვეღარ იხსენებს რა უნდა თქვას ხო და უცებ დაფიქრდა და ეუბნება. მაიზერ პიცარი ხო იციო? იმან კიო, ხო და შენი დედა შეციო. ისე ჩვენში დარჩეს და იქიდან თუ გინდა ცოცხლებმა გამოვაღწიოთ, რაც არ უნდა მოხდეს, სვანებზე ანეკდოტი არ თქვათ. არა, კაცო, გიჟი კი არ ვარ, დაგხოცავენ ზუ ყველას. რა მაგარი დარბაზია. კი, მაგრამ რამდენი ფული გაქვთ? ყველა. არა, მართლა მაინტერესებს რამდენი გაქვთ. მოვედით, რაზე დაგვირეკე? ვარჯიშობ უკვე? გაიოს რომ დაურეკე კიდე ხო, მაგრამ მე რა ჯანდაბაში გჭირდები. ეს დარბაზი ვიქირავე რა. მოკლედ გაიოს და მაუგლი, გიწვევთ ჩემს საბრძოლო კუთხეში და ჩემი სპარინგ პარტნიორები რომ იყოთ კიდე. აი, მაგრამ ბიჭო არ ჯობია მოიხადო ბოდიში შენ სიბოროტეებზე და დაიკიდო ეს ბრძოლა? ბაჭო, ხო თქვა, ეგრევე ყველას გავაგებინებ ყველაფერს, ოღონდ მაგან თავისი შეცდომები აღიაროსო. გაიგაიოს დამშვიდი. რა სიბოროტე ძმაო, რა შეცდომები? როდის დამიშავებია რამე? ყველად კი არა ძმა, ყველას რო ჭერა რასაც ბაჭო ამბობს. აი, მე მეოთხე შესაძლო უყურო ახლა რომ გამახსენდეს რა სიბოროტეები აკეთა. რა სისულელია? როდის რა გამიგეთებია ცუდი? ეგრე გავიგე, რაზე საუბრობ. მე ხალხს ფული დაახიე და დაითესე? ბატონო, ეგეთი რამე მოხდა? ისყეული ეს როლე. თელ ქალაქში რომ მეგრელები დააჭერინე? დაჟემეც კი გამიგია რომ იფტიშლაში ეს როლე. მე რო ნეხვი მათხრევინე? აჰა, შემოხარი ჩემზე მამამისის სინამდვილეში ტარზანიაო და ხალხს გზავნიდი ჩემ სახში მაიმუნების ენის სასწავლად ეგ გახსოვს? ხო, კაით, ხო. სამაგიერო სამყარო გადავარჩინე. მარტო არ გადაგირჩენია. არა ხო. და საერთოდ, რა გეგმები გაქვს? ხო იცი ბაჭო, კარატეზე რო დადიოდა. ჭკუდი იცის. კი, მაგრამ მე ჩინეთთან მაქვს კავშირები ძმა. გაიცანით მონგოლოკატი. ჩინეთიდანაა. ის აქ იმისთვისაა რომ ილეთი მასწავლოს. რომელიც ბაჭოს სახეს გააძრობს. მონგოლოკატი? ეგ ის არა, მეგრელ დეტექტორი რომ მოკიდა? შოთა, სიჩუმე, მე აქ მოსწიდი კი ავალ. ილეთს რომელიც უნდა გასწავლო, დრაკონის წვა ქვია. დრაკონის წვა, მაგარია. მიდი გაიოს დაუდექი წინა გვაჩვენოს ილეთი, მერე ბრინჯი იქნება, ხო? კი, იქნება ბრინჯი, ნუ ღამე კითხები. გვაჩვენე ახლა ეგ დრაკონის წვა. სახიშია ტრაექტორიას წვა. ამისათვის ფეხების ასეთი მოძრაობა დაგჭირდება.
საბოლოო ილეთი როგორია ეგვანა? მიდია ჩვენი ძმა დაწვი. ტრაექტორის სწორად გაცვლას ისწავლი, მე უკვე შეგეძლება დრაკონის შვა გამოიყენო. მიდი დაწვი. ოუ. ეს აჟენი საიდუმლო ილეთი დაგენძრა პოლიკ. ეგ ნარუტოს საიდუმლო ილეთი იყო. კიბას ნაუნეკ. ვიცი ის ლაიქით. 1 2 3 მოვედით მგონი. ყოველ შემთხვევაში გგლ მაპმა როგორც გვიჩვენა ეგ არის. მოკლედ სანამ გადავალთ, ეს კუბაზი უნდა მოვიპაროთ. უნდა მოვიპაროთ? რონარი ბიზნესია ეგ? შენ ბიჭო ეჭქვეშაყენებ რასაც ვამბობ? აქაური წესია ეგეთი. კუბას თუ სვანეთიდან გაიყვან შენი გახდება. ვინ ბლატავი? აი ბლატავი. ეგრეა და ჰა. всё, მანდ კუბაზი გაიყვანოს, ესე იგი ღმერთის ნება ყოფილაო. და ვინ არის ეს გუბაზი გეხვეწები? რა გაყვირებს ბიჭო? სირენა ხო არ ჩართოთ კიდე? მე და ნიუტონმა აქაურებს დაურეკეთ. მოვალთ, თქვენთან დავისვენებთ ფულს და ვხარჯავთ ვიქეიფებთ თქო. სასტუმროსავით აქვს და გველოდებიან მოკლედ. ბიჭო დავაწექით. ცოტა რავი რა. განაახლა მამა აბრამის ბატკანი ვარ მე. ისეთები მიქნიან პარისას. მარა სვანებისგან მოპარვა. ყოველჯერ ვამბობ, კუბაზის მოპარვაზე მწვანეა. ლეგენდის ნაწილია. უბრალოდ ყველანაირად შეგიშლიან ხელს რა ვერ გაიგეთ. დავაი. დავიყოთ. ემალ და ნიუტონ, თქვენ სუფრაზე შედით. ყურადღება ქეიფზე გადაიტანეთ. ჩვენ კუბას გამოვიყვანთ, როგორც კი მოგწერთ გამოდით და დავკასოთ. всё ელემენტარული რა. ყურადღებას მიიქცევენ რამე. თავარი ანეკდოტი არ გაცდის. მოგესალმებით, მე ჯანგალ ვაითი ვარ. კეთილი იყოს თქვენი კონფერენციაზე მობრძანება, სადაც მთავარი ივენტზე პოლიკარპე ჯამტლეკიაშვილი და მეორე მებრძოლები მაგარი. უსმენთ თქვენს კითხვებს, აი თქვენ გისმენთ. Здравствуйте, я Елена Головец-Туманская. У меня такой вопрос к Пачо. А вы, грузине, вообще что знаете о борьбе? ვინ მოიყვანა ეს აქ? ვინ ხარ გოგო შენ? შემდეგი კითხვა. გამარჯობა, მე წებო ცემენტი ვარ, წარმოადგენ ჟურნალს ბრძოლა მამლის ყივილამდე. როგორც ჩვენ ნახეთ, როდესაც პოლიკარპემ ბრძოლაში გამოგიწვიათ, თქვა რომ სამყარო მანაც გადაარჩინა და თქვენ კრედიტი წაართვით. კარგი, მეც მინდოდა ამაზე საუბარი. პოლიკას გასაგონად მინდა ვთქვა, ეს ბიჭებმაც იციან, რომ კვირას ანტონ კუდუწელიას გადაცემაში პოლიკას წაყვანას ვაპირებდით და იმის თქმას, რომ სამყარო მანაც ნამდვილად გადაარჩინა. აღიარა. და რატომ წაართვით კრედიტი? პოლიკა ამაზრზენი ადამიანია. რაც თავი მახსოვს ყველა სამწარებს, ოჯახს, მეგობრებს, ნაცნობებს თუ უცნობებს. ეგრე უნდა მაგას. უთხარი შენს მსგავსო აქციელებზე ბოდიში მოიხადე და ახლავე გავაგებინებ ყველას ყველაფერს თქო. იქნებ გამოსწორდეს თქო ვიფიქრე, მაგრამ არა. დანაშაულის და შეცდომის აღიარებას ჩემი ბრძოლაში გამოწვევა ამჯობინა. ერთხელ იგი ჩემს სახლში შემოიპარა ჩუმად, თმა გადამპარსა და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი ტელეფონით სუპერბოროტ მოქმედთა უნდა დაერეკა. დიდხარი თავის გადაპარსვის გამო პასუხს გაგცემ თქო, ხო და ეგ დროც მოვიდა პოლი. აი დებილია ეს ბიჭი. ბაჭო, იმენა ელემენტარული არის ადამიანის ბუნებაზე რა. მერთო ჩემო პოლი გეფიცები. არა, ჩემი გამოსწორება უნდა და ტიპს თურმე ვითომ შეღუნდული ბამპერი ვიყო. შენ გონია რომ ადამიანები ბუნებრივად კარგები არიან, ხო? აი მარტო რომ დატოვო ხალხი სწორად მოიქცევიან? კი, რა შუაშია, მაგრამ ეგრე მჯერა. ხალხს თუ სწორ მიმართულებას მისცემ, ისინი კონფლიქტს აუცილებლად კოოპერაციას ამჯობინებენ. ძალიან ცდები. ადამიანები გულისამრევი, ეგოისტი არსებები არიან და ეს ბრძოლაც ამას ამტკიცებს. რანაირად ამტკიცებს ეს ბრძოლა მაგას? მიმოიხედე, ნახე რამდენი ხალხია. ყველამ ფული იმის გამო გადაიხადა, რომ ნახონ კბილებს როგორ ჩამოგიძენ. ყველას უნდა სეირს უყურო. იმიტომ რომ ბრძოლა სპორტია, იდიოტო. ეს იმას არნიშნავს, რომ ადამიანი ბუნებით ცუდია. This is another bullshit from Pacho. თუ ეგრეა, მაშინ ყველა ცივილიზაცია ომზე აშენებული რატოა გენიოსო? იმიტომ რომ ცივილიზაცია ადრე სხვანაირი იყო. ხალხი ვითარდება და იზრდება. მართლა? და ახლა ძალიან განვითარდით, ხო? მითხარი პარტახო, შაპარასკევს ყოფილ ხარ მოლში? კიდევ ეს გავითარებული ადამიანები რას უშვებიან ერთმანეთს? მითხარი, რატომ ნახე როგორ დაჭრა ბებიამ მაღაზიის დაცვა კოპლებიანი პროსტინის გამო, რომელიც ადრე 100 ლარი ღირდა. შაპარასკევს 200 ლარი დააწერეს და ზემოთ 300 ლარი გადახაზეს, ვითომ გაიავდა. აი რაზე უნდა გელაპარაკო საერთოდ? კი, ადამიანებს ინსტინქტიც აქვს და ზოგი მაგით მოქმედებს. მერე გაგიხევ თავს, ბიჭო, გაფორთხიალებს სველი ტილოსავი. გაგალეწავს სახიზმს, დიდი ხანია ამ მაგრამ ერთობოდა შემოქმედია ამ მომენტზე და აი ეს იყო. აუ მაგრამ ერთობოდა ამ მომენტის გაკეთებას უბრალოდ. აუ ის თავზე ბრძვის ვიდეოში რაღაც ეგეთი თემა არის. მაგარი მომენტია. ველოდები. ასობით ადამიანის სახელით გაგცემ პასუხს, რომლებსაც ცხოვრება გაუმწარე. I will make you humble. I will make you humble.
ლეგლოალის შვილის მომენტი. რა შვები პოლიკა? არ ვარ ჯიშობ? გელოდებით მე და მაუგლი. ხო, ვივარჯიშე უკვე მეყოფა. სელუჯის ამბები მქონდა კიდე დასალაგებელი ეს ახალ-ახალი აუქციონები იწყებასო. რა ვიცი, შენ ადგილას ჩავიდოდი დარბაზში და ვივარჯიშებდი. პაჭოს ვიდეო ნახე? არა? რა ვიდეო? დაიცა გამოგიგზავნი და კომში ჩართე. კაი, დაიცა. იღებ ჭახან? კი, მედი. ვაიმე, დამერხა. რა ვქნა ახლა? საიდან ისწავლა ასე კარგად ჩხუბია პარტახმა? წამოვივარჯიშოთ. ვახ, რა ვქნა? ვიცი. ბაჭოს ფეხები ვინ უნდა მოიგეს მოტეხო. თქვენს რომელი მოიგეს დაკომენტარი? ან რანაირად უნდა მოტეხო, ან როგორ შეიძლება? აუ ნუყუნებ რა გაიოს. ჩემთან ვალში ხარ ისე და სამყაროს გადარჩენაზე რო კრედიტი არ მომეცი. ესე იგი როგორ ვიპოვო ახლა ეგ საქმის შემსრულებელი რამე ისე უნდა დავსერჩო რა შეფარულად. ვიცი, შავი საქმე. აი, ჭუჭყიანი საქმე. ეგ არის ვიპოვეთ. ჭუჭყიანი საქმე რა? შავი ბიჭო, აბა ინტერნეტში იმას ვარ დაწერს ხალხს ხოცავ და ფეხებს ვამტრევო. დაფარული სახელი აქვს რა ვერ მიხდი. 28. კაი მიწეროთ. გამარჯობა, მე პოლიკა ვარ. ჯამტლეკიაშვილი. არა, ჩემს ნამდვილ სახელს ხო არ გამოგიჩნევ. მე გაიოს ღობეგლეჯიაშვილი ვარ. გაიოს დამშვიდი. შენს გარდა იცი რამდენი გაიოს ღობეგლეჯიაშვილია საქართველოში? მინდა თქვენი სერვისით ვისარგებლო და გაგზავნოთ დიმიტრი ჟაყვრაშვილის ნომერ 11-ში, სავარჯიშო დარბაზში. იქ მოვარჯიშე პაჭო კაკაჩიას, სიარულზე პრობლემა აქვს და თქვენნაირი პროფესიონალის დახმარებას საჭიროებს. ალბათ იცით რასაც გულისხმობ. ეგ არის. ხვალ ბრძოლაზე ვერ მოვა ბიჭი. ფეხებ დამტრეულს ძალიან გაუჭირდება. ოპა, კიდევ ერთხელ ჩვენ სტუმრებს გაუმარჯოს. ემაილ, გენაცვალეთ. აგერ 2 საათია ვქეიფობთ უკვე. სვანურ რახს ვსვამთ. როგორ მოგწონს? ვინ ბიჭა, ვინ მე, ვინ უნდა დამეტაკოს ბიჭა? ვაიმე. ხო, ძმა, ეგ არის ზუსტად მეც მაგას ვიძახი. მოხვედი ქარიმან, სად იყავი ამდენ ხანს? დამკრძალა ბიუროში ვიყავი. დავლეწეს უყელა. რა გინდოდა მანდ, მოკვდი? არა. აბა მე მოკვდი? ბაბუა ჩემი ხო დაიღუპა 3 თვის წინ. საფლავის ქვა არ მაქვს ჯერ დადგმული. ხო და მივედი, ფოტო მიუტანე. მეთქი საფლავის ქვა მინდა თქო. მერე რატო დალეწე? ბაბუა ჩემს ქუდით სიარული უყვარდა სულ და არც ერთ ფოტოში უქუდოთ არ არის. მიუტანე ამათ ფოტო და ვეკითხები. მეთქი პროგრამაში ხო შეგიძლია ქუდი მოხადო თქო? კი, შემიძლიაო, მაგრამ თმას რომელ მხარეს ივარცხნიდაო, რომ ისე გაუკეთო მეეცო მკითხა. მეთქი პროგრამაში რომ მოხდი მაგუცი კარ გამოჩნდება? დავუქანებლეწე. მეტის მოკლედ ბიჭო, მაგამბავზე ხა მაგარი ანეკდოტი სიმონ. სვანები იპოვიან 2 წელს. ხო და რა კაიაო გაუხარდებათ, მაგრამ ახლა როგორ გავარჩიოთო ერთმანეთისგანო და მოდი ყურები დავაჭრათო. დაჭრიან და მაინც ვერ იგებენ კაცო, ორივე წელს ყური აკლია როგორ მიხვდებიან ახლა. მოდი მაშინ ყუდი დავაჭრათო. მოაჭრიან და მაინც ვერ იგებენ ბიჭო, ორივე წელს ყუდი აკლია. ხო და აი მაშინ თეთრი შენი იყო, შავი ჩემიო. შედით ბიჭო. მოხდება, ვინ არიან ესენი? უბაზის მოპარვა უნდათ. ერთად არიან უეჭველი. ესე იგი, თეთრი შენი იყოს, შავი ჩემიო, ხო? ჩაყარეთ დილექში სუყელა, ხვალ მათგან გამოვხდია რახს. ვინ უნდა ჩაყაროთ ბიჭო, ნაციხარი ბიჭი ვარ, ემაილი ვარ, კაკა. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, წავიდეთ. დღის მთავარი ივენტს, პოლიკარპე ჯამტლეკიაშვილი პაჭო კაკაჩიას წინააღმდეგ. პაჭოს კევა, წამიწამზევდებით მებრძოლების გამოჩენას. სხვადასხვა ბრძოლას ესწრებიან სოფლიოში გამოჩენილი ადამიანები, როგორებიც არიან ზენდაია, გია სურამელაში და აი პოლიკარპე ჯამტლეკიაშვილის walkout-ს უყურებთ ახლა. აზიახა პოლიკა კი არიციან პაჭოს ფეხები რო აქვს დამტრეული და ვერ გამოვა. გამოვა. ვანძიხა. და გამოჩნდა მისი მოწინააღმდეგე, პაჭო კაკაჩია ეკრანებზე. რა? რა გიგონა?
იმედი ამ მზად ხარ, პოლი. სახე უნდა გაგიბრუნო. დავაი, რანაირად, კაცო? არა, არ მოკლა. ცემე. არ მოგაკითხეს გუშინ. გაჩიში. შენ გამოგზავნე ეგ დიტი? კი, ვიღაც მოვიდა გუშინ, ჭუჭყიან საქმეზე ვარო. თელი დარბაზი დააწყრიალა, ისე კარგად დაალაგა. თოკოიჭი იყო. დამენძრა. ხალბატონებო და ბატონებო, ეს მთავარი ივენთია. და ახლა დროა! მარცხენა კუთხე, მზად ხარ? დაბადებიდან მზად ვარ. მარჯვენა კუთხე. მზად ხარ? ტენი ხანი იმზადებული. რა ვქნა ბიჭო? რა ვქნა? Let's go! მიდი. რა? საიდუმლოილეთ. ოუ, შო! მე ხوار გინდა რამე მითხრა. შო, დავიდი. მიდი გაჩიში. რატო ხარ ჩუმად? ეხზე ვეღარ ვდგავარ. ბიტიშები. ბიტიშები. ვერ წავაგებ. ამ ბრძოლას ვერ წავაგებ. წავაგი. ის სხვა გზა არა. არის. დრაკონის. არა, მე ხადავები რა დრაკონის წო. ორივე მიჭფრე. უილით ნოკაუტი. უნია გძავრი არა, ხო? არა, გუშინ ამბატა შეიძლება. გავქნა კი, მაგრამ საჯებან გადაწყვეტინს ვა. სიო. ახტიფა. ჯერ დასრულებულა. გაუმალწო ძმა, მე თლიფინა ვარ. ნადიამ კითხავთან ადრეს ყოფილ ხარ? არა ძმაო, მაგრამ შემთხვევით ისე მოხდა, რომ ერთი 10 წამით ფხიზელი გავიჩითე და უცებ მივხვდი, რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი გაქრა და აღარ დაბრუნებულა. ნადიამ კითხავთან მიჩიეს. ყობა. ავინანებ ძმა, მაგარი პროფესიონალია, თუ ამასთან დავდივარ. ასენი მეგობარი ვინა და ქვია? კობა. კობა ქვია. ოუ, მე გადავი, ხა იწყება, ყველაფერი თურმე ეხლა იწყება, ახლა. არა, ნუ კოილის დარტყმა რავი. სუსტი იყო, ბრძოლა სუსტი იყო, ჩემი აზრით, უფრო საინტერესო შეიძლება ყოფილიყო. უნდა წაიგო პოლიტიკას. არაფერი არ მოწყობდა რა, არანაირად წავაგი იმდენი ფული ასდავდის, ყველაფერი წავაგი. შევხვდებით უკვე შემდეგ ვიდეოებში. ნახოთ, კომენტარით რას ფიქრობთ ამ ეპიზოდზე, რა თქვენი აზრები მაინტერესებს, მთელი ამბები, გადავხედე კომენტარებში. აბაი.